პირველ რიგში რატომღაც გგონია რომ მართლაც ეკლესიის ფუნქცია არის მიცვალებულის გაპატიოსნება, პანაშვიდები, პარაკლისები, მათთვის ლოცვა. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეკლესია პირველ რიგში არის ცოცხალი ადამიანებისთვის. ცოცხალ ადამიანს უნდა სულიერი საზრდო მიაწოდოს. ეს არის მთავარი. რატომღაც ბოლო წლებში მე ვხედავ რომ სწორედ იქეთ არის რა, მარტო თითქოს მიცვალებულებისთვის არის, თითქოს ადამიანებისთვის. ეკლესია უნდა ასაზრდოებდეს პირველ რიგში ახალგაზრდებს, სტიმულს უნდა აძლევდეს ახალგაზრდებს. პატრიარქის დამსახურება სწორედ ის იყო, რომ როცა მოვიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა ეკლესიაში, ახალგაზრდებით გაივსო სიონის საკათედრო ტაძარი. და სხვათა შორის მე ეხლა ამ ბოლო წლებში ცოტა შეთხელდა კიდევაც მრევლი, მაგრამ არაუშავს შეიძლება მობრუნება და შეიძლება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რაზედაც ეხლა ბატონმა მირიანმა ilaparaка. ეკლესია მართლა დიდი საფრთხის წინაშე დგას. ის ავიღოთ ერთი თუნდაც მაგალითი. ყოველთვის ეკლესიის დამოუკიდებლობამ წინ წაუსწრო საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ასე მოხდა 1917 წელს, როდესაც ავტოკეფალია გამოაცხადეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა და 1918 წელს მერე მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა. 1990 წელს მოხდა ცნობა და აღიარება ჩვენი უძველესი ავტოკეფალიის, 91 წელს გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა. ანუ რაც ხდება ეკლესია ყოველთვის არის წინსწრები. ეს ასე არის. ეკლესიაში მე ხლა რასაც ვაკვირდები 1997 წელს ჩვენი პატრიარქი იძულებული გახადეს რომ გამოსულიყო საქართველოს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდან. ამ დროს მთელი 80-იანი წლები პატრიარქი თვითონ იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი და ამით ჩვენ ვამაყობდით კიდევაც. არც ერთი წირვა იმ წლებში არ ჩატარებულა, რომ პროტოდიაკონს ღვთისმშობლის ალიკაშვილი იყო. მაშინ ძალიან რიხით არ ეთქვა, როდესაც ჩამოლოცვა არის, რომ მოიხსენე უფალო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ნელ-ნელა ეს პრეზიდენტი გააქრეს მისი ბიოგრაფიიდან და ეს შემთხვევით არ მომხდარა. 97 წელს ფაქტობრივად ჩვენ გამოვედით, დაგვაშორეს ევროპას, დაგვაშორეს ამ რაც კი სტრუქტურები იყო საერთაშორისო ევროპული. არადა ცუდი არაფერი არ მომხდარა. სწორედ იმათთან თანამშრომლობით იყო ქვეყანაში სახარებას რო ვერ შოვიდი, წიგს რო ვერ შოვიდი. ის ბიბლია ალბათ ძალიან ბევრს რო გვაქვს სახლში, იმ არაჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდილი, არაჩვეულებრივ ყდაში ჩასმული, არაჩვეულებრივი ოქროსფერი წარწერებით, სწორედ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დაფინანსებით, იქედან გამოგზავნილი ქაღალდით, მაშინ ასეთი ხარისხის ქაღალდი საბჭოთა კავშირში არ იშოვებოდა. ის ყდებიც იქედან გამოგზავნილია და აქ ესე იგი და პატრიარქმა შეეძლო დაავალა მეცნიერებს, მკვლევრებს, მთარგმნელებს, ითარგმნა ეს ბიბლია გამოიცა. ანუ საქმე გაკეთდა და გარდა ამისა ბევრ რამეში ამოგვიდნენ. და ეხლა ეს რატო ვთქვი, რომ აქედან გამოგვიყვანეს. ეხლა მე ვხედავ ტენდენციას, ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, არ გვინდა ჩვენ ევროპა. უნდა ჩამოვშორდეთ თურმე ევროპას.
ევროპა არის გამრყვნელი და ისა. ფაქტობრივად ჯერ ეკლესიურად ჩამოგვაშორეს ევროპას, ახლა უკვე სახელმწიფოებრივად უნდა იზოლაციაში ესე იგი უნდათ რომ მოგვაქციონ. დღეს მართლა დაძაბულია მთელი მსოფლიო. რკინის ფარდა როდის ჩამოეშვება მე არ ვიცი და მე ვგრძნობ რომ ჩვენ დავრჩებით ისევ რკინის ფარდის აქეთ თუ ცოტა რამე არ ვიმოქმედეთ და პირველ რიგში უნდა იმოქმედოს ეკლესიამ. რატი ეკლესია ყოველთვის წინ უსწრებდა ჩვენ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ჩვენს ესე იგი თვითყოფადობას უნდა ჩვენმა მეუფეებმა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ თავზე. ეს არ იქნება მარტო პატრიარქის ისა რა ქვია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. სიმძიმე ვთქვათ თუ ასე მოხდა. ეს შიო იქნება თუ სხვა იქნება არ აქვს მნიშვნელობა. ეს არ იქნება, ეს იქნება თითოეული სინოდის წევრის, ესე იგი, როგორ გითხრა, დანაშაული, თუ კი ამას უნდა გააცნობიერონ აუცილებლად სად ვართ და რას ვაკეთებთ. ქალბატონო თამარა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, დარწმუნებული ვარ იმ პროცესებში თან შეხება გექნებოდა და რაც ახლა თქვენ ისაუბრეთ მსოფლიო საეკლესიო კონფერენციაზე და ევროპის ეკლესიათა კონფერენციაზე, მაგრამ აქეთაც გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს უკავშირდება ბოლო წმინდა დიდ კრებას, კრეტის კრებას 2016 წელს, ხო? სადაც ჩვენ თითქოს წარმოდგენილები უნდა ყოფილიყავით, სამზად ისიც მიდიოდა, დოკუმენტებიც დამუშავდა, ასე შემდეგ და მე ესე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ აღარ წავედით. არ წავედით, იმიტომ რომ მაშინ ესეც ამ ტენდენციის ნაწილი იყო. რა ფაქტორებმა იმოქმედეს ამ შემთხვევაში, რა მოგვიტანა ამას შედეგად მათ შორის? იგივე ფაქტორები იყო. არ წავიდა რუსეთის ეკლესია, არ წავიდა საქართველოს ეკლესიაც. იყო ზეწოლები იქედან, თორე პატრიარქი მზად იყო. სასტუმროების ფული იყო 30 კაცი სასტუმროს ფული იყო გადახდილი და რა ვიცი მე ჩავედი კიდევაც მე ვიყავი იქ და უბრალოდ ველოდებოდი და ძალიან გული მწყდება რომ მე არ გადავდგი ის ნაბიჯი რაც გავაკეთე გრაცში და რომ მე არ მივედი და არ შევერთი იმ კრებას იმიტომ რომ დამკვირვებლის სტატუსითაც რომ ყოფილიყავი იქ უკვე ჩაითვლებოდა საქართველოს ეკლესია იქ მყოფად მიუხედავად ამისა პატრიარქმა როდესაც შეხვდა მის ყოვლადუწმინდესობას ბართოლომეოს უთხრა რომ არაუშავსო ჩვენო ყველა იმ დადგენილებას რაც იქ მიიღეს ამას გავითვალისწინებთ და ამით ვიხელმძღვანელებთო რას გაუწია ანგარიში მის მოუწმინდესობამ როდესაც თითქმის უკვე გადაწყვეტილი მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება მოახდინა და დელეგაციას არაფერი იქ სადაო არ იყო ბოლოს და ბოლოს ეს კრება ათეული წლების განმავლობაში ემზადებოდა აქ წინასწარი შეხვედრები ხდებოდა შამბეზში და რა ვიცი წელიწადში ერთხელ და ხან ორჯერ მრავალი წელი მზადდებოდა ეს იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გასულიყო და მზად იყო პატრიარქი რო წასულიყო და 2013 წელს როდესაც აქ იყო პატრიარქი ბართოლომეოსი ჩამოსული მაშინაც ისაუბრეს და პატრიარქმა მზაობა გამოაცხადა რომ კრებას დაესწრებოდა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს კიდევაც რომლებზეც ვთქვათ შეიძლება იმ კრებაზე ვერ გადაწყვეტილიყო მაგრამ რაღაც სამომავლო პერსპექტივები დასახეს და ბოლოს ისე გამოვიდა რომ არ წავიდა იმიტომ რომ აი ესეთი ის იქნებოდა სიტუაცია იქნებოდა იმიტომ რომ არ იყო ძალიან ადვილად გადაიბირებენ ხოლმე
ჩვენს ღვთლებს, ზოგიერთ ეპისკოპოსს, მერე ხდება ხოლმე ეს რაღაც კონფლიქტები და პატრიარქი ერიდებოდა ამას. პატრიარქი ყველაზე მეტად განიცდიდა და ცდილობდა, რომ ეკლესია არ გახლეჩილიყო. და ბევრჯერ უთქვამს, სხვათა შორის, თუ ეკლესია გაიყო, თუ ეკლესია გაიხლიჩა, საქართველო ვერასდროს ვერ გამთლიანდება. საქართველოს მომავალი არ ექნება. ამიტომ დგამდა ხოლმე ზოგჯერ რომ გაგიკვირდებოდა ადამიანს და დაიხევდა უკან, თითქოს არ იყო დასახევი და მაინც, იმიტომ რომ იმდენად უფრთხილდებოდა ეკლესიის ერთიანობას და ვინ აპროვოცირებდა ამ ერთიანობის რღვევას? ვინ აპროვოცირებდა? რა ძალები არის ისეთი? რა ძალები არის ახლა? ხო ვიცით საიდანაც მოდის ეს ძალები რუსული. როგორც ჩანს გამეორებები არის საჭირო. ბევრი თვალს ხუჭავს. ახლა უნდა ვამბობდე ამას თუ არ ვამბობდე, მაგრამ 2000 ესა რა ქვია 17 წელს პატრიარქი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას მოსაყდრე დასჭირვებოდა და გამოეცხადებინა. პატრიარქს ყავდა ქორეპისკოპოსები რა, ერთს დაავალებდა 1, 2, 3 ყავდა. შიოც კი ერთ-ერთი ის იყო ქორეპისკოპოსი და რა საჭირო იყო მაინცა და მაინც მოსაყდრე დასახელება მისი და გარდა ამისა აი თქვა და გადაწყვიტა რა უშლიდა ხელს სინოდი შეეკრიბა და ეთქვა რომ იცით რა მე გადავწყვიტე რა კი რაღაც გამიჭირდა დავუძლურდი და ვირჩევ ამას თქვენ გონიათ ვინმე გაუბედავდა და ამაზე ხმას ამოიღებდა მის წინაშე ხმას ვერავინ ვერ იღებდა აი მის ზურგს უკან ბევრი იღებდა ხმას მის წინაშე ვერავინ ვერ იღებდა ხმას და რატო გააკეთა ისე რომ არავინ არ იცოდა გამოვიდა 23 ნოემბერს და გამოაცხადა რომ მე მას ვირჩევ მე არ ვიცი ვის როგორ ჯერა მე დღემდე მჯერა რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება რომ ეს მოხდა ზეწოლით და ამაზე მარტო მე ხო არ ვლაპარაკობ ძალიან ბევრმა თქვა ეს რომ სულ 3 დღით ადრე ალფეევი იყო ჩამოსული აქ და ალბათ ნუ რაღაცა ეს ალფეევი რო დავაზუსტოთ იმ დროისთვის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ძალიან გავლენიანი ფიგურა ძალიან ისე საუბრობ მაგრამ სიმართლე ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ასე რომ არ იყო ეს ხალხსაც დააჯერეს რომ ეს იყო პატრიარქის არჩეული და საერთოდ ნუ ჩავატარებთ არჩევნებსო ესო პატრიარქმა და პატრიარქს რო ზდომოდა მას პატრიარქად დატოვებდა ასეთი პრეცედენტები არის ვისაც წაუკითხავს იერუსალიმის ეკლესიის ისტორია და ანტიოქიის ეკლესიის ისტორია განსაკუთრებით მე-16-მე-17 საუკუნეებში იმიტომ რომ მაშინ ოსმალეთმა დაიპყრო ეს ტერიტორიები და მათაც საშიშროების კონდათ ასეთი საშიშროება არაერთი პატრიარქი უკვე როდესაც უკვე ხედავდა რომ დაუძლურებული იყო თავის სიცოცხლეში გაუპატრიარქებია მისთვის რჩეული მისთვის გამორჩეული ვთქვათ ეპისკოპოსი და იერუსალიმის საპატრიარქოს ასეთი წესიც კი ქონდა რომ თაბორის ეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო თუ მოულოდნელად გარდაიცვალებოდა პატრიარქი ხო შეიძლება ადამიანი უცებ რაღაც მოულოდნელად გარდაიცვალოს ესეც კი ისე განსაზღვრული ქონდათ იმიტომ რომ რა პირობებშიც ცხოვრობდნენ იმის მიხედვით მოარგეს წესი პატრიარქმა განა ეს არ იცოდა და რატო არ გააკეთებდა ამას თავის სიცოცხლეშივე 9 წელი აი სწორედ ეს 9 წელზე წყდება გული ყველაზე მეტად იმიტომ რომ ეს 9 წელი ყველაზე მძიმე წელი იყო პატრიარქისთვის სწორედაც ყველაზე მძიმე რას გულისხმობთ აი იმიტომ რომ ძალიან ძნელია როდესაც
ჯერ კიდევ შენ შეგიძლია მართვა, ჯერ კიდევ გაქვს იმისი უნარი და ამ დროს რომ იძულებული ხარ დანიშნო მოსაყდრე და მე რატო ვამბობ ამას მარტო ჩემი ეჭვები არ არის მეუფე პეტრემ ამას წინათ ხო ილაპარაკა რომ რა კი მოსაყდრე დანიშნა უნდა გადამდგარიყო აბა მითხარით ახლა ეს ჩვენი ხელისუფლების არც წარმომადგენელს თავში არ მოუვიდოდა ვინ იცის ჯულის კანონი მაგათგან რომ თუ კი დავნიშნავთ მოსაყდრეს ის იძულებული გახდება გადადგება ანუ ეს მოდის საეკლესიო წრეებიდან, ხო? საეკლესიო და ვინ არის ის, ვისაც აწყობდა მისი გადადგომა? რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესიას. იმათ აწყობდათ, იმიტომ რომ ასე იყო თუ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ იცით ახლა რომ არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცეები არ მოსწონთ და რაღაცეებს უწუნებენ, ეს რატო არ გააკეთა, ის რატო არ გააკეთა, თავიანთ თავს ვერ წარმოიდგენენ იმის ადგილზე თითო რას გააკეთებდნენ, ასე ადვილია სხვაზე ლაპარაკი, მაგრამ რაღაც მომენტში გადაწყვეტეს რუსეთში რომ საკმარისია ეხლა უკვე ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა პატრიარქი რომელიც გაივლის უკვე იმიტომ რომ ამისი ავტორიტეტის გადალახვაც საკმაოდ ძნელი იყო რა ავტორიტეტი ქონდა ეს მის დაკრძალვაზე გამოჩნდა ეხლა ასეთი ავტორიტეტის ადამიანის მთლად ასე მართვაც არ გამოდიოდა ხო და დაუნიშნეს მოსაყდრე ამიტომ როგორც არ უნდა ეწწინოს მეუფე შიოს მე დღეს ვამბობ მე არ მჯერა რომ ეს იყო პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს იცის ყველა მღვდელმთავარმა აბსოლუტურად ყველა მღვდელმთავარმა და იმ 20-მა რომელმაც მას მისცა ხმა აი მე არ ვიცი ძალიან კი აღვარღვარებდნენ თვალს ცრემლებს აი სამებაში მის კუბოსთან აი გულში ჩაიხედონ და ქვეყნის ღალატი კი არა ჯერ პირველად აი პატრიარქთან აი არ ვიცი მე იმქვეყნად ხოშჯერად იმ ქვეყნის რა პირით უნდა შეხედონ თვალებში და მე ჩვენ რანაირად უნდა შევხედონ თვალებში მე მაგალითად მე კარგი უკვე რაღაცა იმას აქში ვარ რომ რა ვიცი რამდენ ხანს ვიქნები კიდე მაგრამ ამ ახალგაზრდებს რატო უღობავენ ამ გზას რატო ესე იგი უკეტავენ ამ გზას აი ცივილიზებული სამყაროსკენ აი რატომ ვერ გავიგე ეს არ ეპატიება არც ერთ ეპისკოპოსს და ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი შიო იქნება ის თუ რომელიმე იმ ორიდან ვისაც 7 ხმა აქვს სულ ერთია თუ ხმას არ მოიღებს ყველა აბსოლუტურად ახლა არ არის ის ძველი დრო ყველამ ვიცით ვინ ვის მისცა ხმა თუ გინდათ ეხლავე დავასახელებ ვინ არის ის 20 ხმა ვინ მისცა და 7 ვინ მისცა მე მარტო კი არა ყველა მისცის ვინც ვიცით საჯაროდ რო აძლევდნენ იმად გარდა ვიზე გაქვთ ეჭვი და იმადგან ვისგანაც მოულოდნელი ამაზე ლაპარაკი ყველამ ვიცით და არაფერი არ იმალება დღეს თუ დაიმალება ხვალ გამოჩნდება ზეგ გამოჩნდება არ იქნება ამიტომ ნუ აიღებენ საერთოდ ესე იგი პასუხისმგებლიანად მოიკიდონ ამ საქმეს და იმიტომ რომ მარტო პატრიარქი არ დადანაშაულდება თუ რამე ისეთი მოხდება და მე კიდე გეტყვით თქვა რა გონიათ იმ ავტოკეფალიას თავი რო შევაკალით და რომ მოვიპოვეთ თქვა რა გონიათ ის ავტოკეფალია ხელშეუხებელია ხო დოკუმენტია მაგრამ საქართველოს ნაწილია აფხაზეთი მაგრამ აბა მიდი და შედი ხო წაგვართვეს 1811 წელს რა არ ვიყავი დამოუკიდებელი ეკლესია ხომ იგვიერთეს ხო რამდენი წელი ის დაგვჭირდა 1917 წლამდე ხომ ვიყავით ეგზარქოსი ხო გვყავდა ხო და იგივე შენი დოკუმენტი არ აინტერესებს როცა შენს წინ არის ძალა იმას შენი დოკუმენტი არ აინტერესებს და თავარი ეხლანდელი პატრიარქის არის დაიცვას ის რაც დატოვა ილია მეორემ დატოვა ავტოკეფალია ის დასაცავია
თვარია, დატოვა ამდენი სიმდიდრე, ამდენი ეკლესიები გამშვენებული, საპატრიარქო გამშვენებული, არაფრისგან, ნოლისგან, აი ეს უნდა დაიცვას და რაც მთავარია, მაგაზე უფრო მეტად უნდა დაიცვას ის ხიდები, რაც პატრიარქმა გადო მართლმადიდებელ სამყაროსთან, რაც პატრიარქმა გადო აი არა მართლმადიდებლურ სამყაროსთან თუნდაც და ნებისმიერ სამყაროსთან, ნებისმიერი კონფესიის, რელიგიის არ აქვს მნიშვნელობა. პატრიარქი ცდილობდა ყველასთან გამოენახა საერთო ენას და მე გეტყვით, საერთო ენა კი არა, მართლა ყველა უყვარდა. აი მე მჯერა ამისი. იმიტომ რომ მე მოწმე ვიყავი ამისი, როგორ ღებულობდა ის ამ ხალხს და როგორ აცილებდა ის ამ ხალხს. პირველ რიგში სიყვარული გვჭირდება ჩვენ მომავალი პატრიარქის და ნებისმიერი მღვდელმთავრისაგან. მთელ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება სიყვარული და ისა რა ქვია, ზრუნვა სჭირდება. ის ბავშვების მშობლები რო სხედან იქა, დღეს რა უშლით ჩვენ ეპისკოპოსებს ხელს, აი რომელიმეს არ არის საჭირო ისა გავიდეს და თქვას, ან მე თქვათ მოსაყდრეს რა უშლიდა ხელს, მე ბევრჯერ მინახავს გამოსულა ადამიანი და უთქვამს, მე როგორც მთავრობის წევრი ან როგორც დეპუტატი კი არა, აი როგორც ექიმი, როგორც ინჟინერი, როგორც მოქალაქე ისევ ლაპარაკობ. გამოსულიყო და ეთქვა, არა პატრიარქის სახელით, საპატრიარქო სახელით არა, მე ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მე გელაპარაკებით, მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ, ჩავდგებოდი შუაში, შუამავლობას დავიწყებდი ხელისუფლებასთან, მშობლებთან. თუ ამას არ გააკეთებს მომავალი პატრიარქი, იცით რა კიდე? ჩვენ პატრიარქზე ბევრ რამეზე აი ასეთ ინიციატივებზე ზოგჯერ თავს ვიკავებდით და არ ვაკრიტიკებდით, იმხელა ღვაწლი ქონდა, იმხელა რომ უბრალოდ ძნელი იყო მასთან კიდე რაღაცა გააკეთე, ამდენის მერე კიდე დაამატე, გვიჭირდა, მაგრამ ეხლა ვინც იქნება, იმასთან არ გაგვიჭირდება, არც მოსახლეობას არ გაუჭირდება, უფრო მომთხოვნი იქნება. მეცაც გეტყვით, რო იცოდეთ თქვენ, მიტინგები შეიძლება რუსთაველზე კი არა, საპატრიარქოს წინ გაიმართოს. ეგეთი დღეებიც შეიძლება დადგეს, თუ კი ნამდვილად ერს რაც სჭირდება, ქვეყანას რაც სჭირდება, იმას არ გააკეთებს მომავალი პატრიარქი და ნებისმიერი მღვდელმთავარი. და პირველ რიგში ეკლესიას რაც სჭირდება და რწმენას და იმ სამოციქულო მისიას, რომელიც აქვს ერთ-ერთ უძველეს ადამიანზე ზრუნვა მისია. მარტო მკვდრებზე მზრუნვა არ არის და სულთათანა არ არის მარტო. აუცილებელია ცოცხალ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვა საჭირო, გზის გაკაფვა, ცოდნის მიღება არის, რომ შეძლონ თავის დამკვიდრებმა ახალგაზრდებმა არ გარბოდნენ ამ ქვეყნიდან და ციხეებში ალპებოდნენ კიდე. და ციხეებში ალპებოდნენ. აი ეს მინდოდა მე თქვა, არ ვიცი, ამღელდი და ბოდიშდიხდით, მაგრამ მე ამ საკითხებზე ლაპარაკი სხვანაირად არ შემიძლია. და სწორიც არის ეს. ქალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა, შეგნებულად არ შეგაწყვეტინეთ, კიდევ ძალიან დიდხანს მოგისმენდით და ბევრჯერ მოგისმენთ კიდეც. მადლობა თქვენი ემოციისთვისაც, თქვენი შინაარსისთვისაც, მთავარია ის რაც თქვით და იმ გამოცდილებისა და წარსულისთვის, რომლითაც ამ სიტყვის თქმის უფლება გაქვთ. ყველას ამის თქმის უფლება არც აქვს. მადლობა მინდა გითხრათ, რამე სხვა დაამატებდით რაღაც? არა, მართლა სერიოზულად გეუბნებით, მთელი გულით ვაკეთებ, ნუ რა შემიძლია, მაგრამ რაც შემეძლო, მთელი გულით ვაკეთე და ზოგჯერ ვამბობ, რომ აღარა უკვე მეც დავამთავრე ჩემი ეპოქა, რა კი პატრიარქის ეპოქა დამთავრდა, უკვე ჩემი ეპოქაც დამთავრდა, მაგრამ ხო ხედავთ, რომ ვერ ვისვენებ, ვერც მოვისვენებ. ერთ-ერთი პატრიარქის იმ საქმეს გაგრძელება სჭირდება. გაგრძელება სჭირდება ნამდვილად. გამოცდილება და კავშირები მათ შორის. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოსაყენებელი და საერთოდ მიკვირს აქამდე რატო არ შეგეხმიანეთ დაგიძახეს. თუნდაც აი ერთ მაგალითს რო ავიღო, იმიტომ რომ ბევრი ყავთ ასეთი ადამიანები, რომელსაც ეს გამოცდილება აქვთ ეკლესიის წიაღში, სახელმწიფოზე რო არ ვლაპარაკოთ. მე არ ვიცი, ჩემთვის ეგ გასაკვირია, მაგრამ ეხლა თქვენზე არ ვსაუბრობთ, გასაგებია ამ შემთხვევაში. ერთი მინდა კიდე, აი რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მსოფლიო პატრიარქს და ბართოლომეოსზე. მაგინებლები, აგერ თქვა,
ბატონმა მირიანმა რაც ხდება თურმე აგერ მთელს ევროპაში აგინებენ ჩვენთანაც აყავს მაგინებლები და დაინახეთ ხალხო ეს ადამიანი ყოველთვის მხარში ედგა პატრიარქს ყოველთვის მხარში ედგა აი აფხაზეთის საკითხშიც ავტოკეფალიის საკითხში მართალია თვითონ არ იყო მაშინ პატრიარქი მაგრამ სინოდის მდივანი იყო ყველაფერი მის ხელში გადიოდა ის წერდა ამ ტექსტებს ის აგზავნიდა მე ვთარგმნიდი მე ვაგზავნიდი ხო და აი იმ პერიოდიდან, აი იმ 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცისგან მე არ მინახავ საქართველოს ეკლესიისთვის მხარი არ დაეჭიროს და რატომ ვლანძღავთ პირიქით მოვეფეროთ მე არ ვიცი ეგეთი კეთილის მყოფელი ეგეთი მეგობარი ჩვენ კიდე ბევრი გვეყოლება არ ვიცი და აი ამაზე გულიმწყება ნუ აყვებით პროპაგანდას ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ ჩვენ გავუფრთხილდეთ იმ ხიდებს იმ კავშირებს იმ ძმურ ურთიერთობებს რაც დამყარდა ამ წლებში